მესამე ჯგუფში უკვე სიცოცხლეებზე კონტრაქტს არ ვაკეთებ. საადესტატო გამოცდებზე. თქვენი ბრძანებულების მიხედვით პირი მოსწავლე, რომელიც ვერ ამთავრებს სკოლას, მას ეძლევა ისეთი დოკუმენტი, არ ეძლევა ატესტატი და ეძლევა ისეთი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია წავიდეს სხვა ქვეყანაში და ჩააბაროს, თუმცა საქართველოში ჩაბარების უფლება არ აქვს. იმის გამო, რომ საატესტატო გამოცდები არ არის ყველა ქვეყანაში და რამდენიმე ქვეყანა არ აღიარებს სერტიფიკატს გაცემას სკოლის მიერ, როგორც ადობს, რომლის მიხედვით ბავშვებს შეუძლია ისწავლონ პროფესიულ კოლეჯებში, ზუსტად ამის გამო იმ ბავშვებს, იმ აბიტურიენტებს, რომელიც აპირებენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ჩვენ ვაძლევთ სპეციალური სერიის ატესტატს, რომლის გამოყენება შესაძლებელი არის მხოლოდ საზღვარგარეთ, იმის გამოყენება და მობილობით გადმოსვლა საქართველოში არის შეუძლებელი, მაგრამ რომ ამ ბავშვებს არ შეუძლიათ განათლების მიღების უფლება, მით უმეტეს თუ მიემგზავრებიან ქვეყნიდან და აპირებენ განათლების მიღებას ქვეყნებში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის პირდაპირ შეიძლება თქვა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, სომხური და აზერბაიჯანის წარმოშობის, რომლებიც იღებენ პროფესიულ განათლებას განსაკუთრებით ერევანში ან ბაქოში. ეს არის განსაკუთრებით მათთვის გაკეთებული, რომ მათ არ შეუძლიათ განათლების. რამდენი ლოგიკურია მათი? აბსოლუტურად ლოგიკურია. ჩვენთან უკვე 6 წელს მარტო ჩვენ ეს პროცესი შევცვალეთ. 6 წლის განმავლობაში ჩვენ ვაძლევთ უფლებას კერძო უნივერსიტეტებს, რომელიც არ არიან ლიცენზირებულები, გასცემათ დიპლომი, რომელიც არ ვაღიარებ ქვეყანაში, მაგრამ ამ დიპლომით ისინი მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებდა, რომელსაც იყენებს ძალიან ბევრი ქვეყანა.